მოგესალმებით, მოკლედ, მეგობრებო, ეს არის დაპირებული პოდკასტი, რომელზეც გპირდებოდით, ეს არის პოდკასტი, სადაც ჩვენ ვისაუბრებთ უამრავ თემაზე, რომელიც დღეს აწუხებს ხალხს და განსაკუთრებით აი ამ ბუმზე, რაც ბოლო დღეებია ტრამპის პოლიტიკამ გამოიწვია და კონკრეტულმა კანონებმა, რომელსაც ხელი მოაწერა, ვისაუბრებთ რეიდებზე, რომლებიც შევეცდებით გავარკვიოთ, რამდენად საშიშია რეალურად, რამდენად რეალურია დეპორტაციის საფრთხეები და ასე შემდეგ. ეს არის პოდკასტი მალხაზ რამიშვილთან და ზაზა კოშკაძესთან ერთად და დღეს ჩვენი სტუმარი იქნება იურისტი ქეთი არდოტელი. გუშინ გავიგე მაგ გვარის შესახებ რო ადგილება. არსებობდა საერთოდ ხო ხევსურეთიდან მოდის არდოტი. ხევსურეთში ნამყოფი ვარ, ძალიან მიყვარს, მაგრამ რატომღაც არ მახსოვს არდოტი. არ ვიცი რატომ. მე პირდაპირ გვარი რო გავიგე, მივხვდი მაშინვე რომ ხევსურეთიდან მქონდა საქმე. არდოტი ეგ ლექსებში და იმებში არის, რაღაც ვაჟას აქვს და არდოტი. მურღვა არდოტელი შეიძლება. აი, როგორ გრძნობთ თავს პირველ რიგში, სანამ გადავალთ თემებზე. შესანიშნავად გიჟური კვირა იყო უბრალოდ ამ საიმიგრაციო ტალღებიდან გამომდინარე და ბუნებრივია გამკლავება რთული იყო, იმიტომ რომ აი ორშაბათს დღეს მოგვიწია 19 საათი, სამშაბათს 18 საათი და სადღაც 3-4 დღე იყო სამწუხაროდ უძილო ღამეობა, მაგრამ სრული ძალიან ტყუილად ასე რომ ვთქვათ. თქვენთვის როგორი კვირა იყო? ჩვენცაც დაძაბულობა იწყება ჩვენი სეზონი, ასე ვთქვათ, ეხლა 2-3 თვიანი სეზონი, საგადასახადო დეკლარაციების მომზადების, ასე ეგრეთ წოდებულ ტაქსების გაკეთების სეზონი მოვიდა და აქაც იძაბება სიტუაცია. მაშინ მოდი ეს ორი რაღაც დავაკავშიროთ, ეხლა მაყურებელს რა უთხრათ და მსმენელს, იმიტომ რომ პოდკასტი ვართ. ჩვენ ვისაუბრებთ იურიდიულ მხარეზეც და ვისაუბრებთ ფინანსურ მხარეზე, რამდენად კავშირშია ეს ყველაფერი ერთმანეთთან, რამდენად აი ამ ბუმმა იმოქმედა ხალხის ნაკადზე, მაგალითად ამ სივრცეში. ჩვენ სივრცეში. დიახ. ფინანსური საკითხების მოგვარება რამდენად გააქტიურეს ხალხი. კი ბატონო, რა თქმა უნდა, ცოტა უფრო მეტი ხალხი საშანელ დინამიკასთან შედარებით წელს უფრო მეტი ხალხია ამ დღეებში, პირველ დღეებში. საგადასახადო დეკლარაციების ჩაბარების და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ უფრო მეტი იქნება და თვითონ ხალხიც, ქართველებიც უფრო მეტია. ასე ვთქვათ, ქვეყანაში და მეორეც ის, რომ აი ამ სიტუაციამ იმოქმედა, ანუ აი ზოგი არის ადამიანი, რომელიც წვანებარათითაც არის და რაღაც გადასახადებს არ აბარებდა ბევრი წელი, ახლა მოდიან და ცდილობენ რომ ეს ყველაფერი გამოასწორონ და რაღაც ფინანსური ანგარიშვალდებულება სახელმწიფოსთან გაასწორონ და ვალდებულებები მოიშორონ და ამ ხრივ კარგად იმოქმედა ჩვენ ბაზარზე გამომდინარე კარგად იმოქმედა. მოთხოვნა გაიზარდა. მოთხოვნაზე არ არის თვითონ მოწესრიგებაც ცუდი არ არის რომ ფინანსური ვალდებულებები არ ქონდეს 5 წელი რო არ აბარებ გადასახადებს მოწყვლად იხარ ისეთი ფაქტიურად დამნაშავეც ხარ რაღაც ვალდებულებების შეუსრულებლობის. თითქოს რაღაც ამ ქვეყანაში არსილობთ ადაპტირებას მაგ შემთხვევაში და რაღაცა მარტო ის გაინტერესებს, რომ მე შეიძლება ამან იმოქმედოს რა. რა თქმა უნდა, კი. როდესაც თუ მოხდება თქვენი საქმის განხილვა დაიწყო, იმიტომ რომ ქვეყანას ხო აინტერესებთ, იღებთ თუ არა მონაწილეობას მის მშენებლობაში, ესე რომ ვთქვათ, ხატოვნად. კი, საბოლოოდ მივა ესეთი ადამიანი ოფიცერთან მოითხოვს მოქალაქეობას და იქ მაინც მოთხოვენ ამას ისინი. თავი პრობლემა ზოგადად ამ კუთხით, რაც იურიდიულ სფეროში არის ის, რომ პირველ რიგში ხალხს აღქმაში აქვს, რომ დროებითია ეს ყველაფერი მათი აკყოფნა, ანუ მით უმეტეს გრინ კარტის მფლობელები იგივე, რომ რაღაცა ის 3-4 წელი ესახებათ მომავლად და არა სრული აქ ცხოვრება. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სწორად დაალაგონ და ბუნებრივია, მოქალაქეობაზეც შეიძლება ეთქვას უარი პირს, თუ არ აქვს გასწორებული, იმიტომ რომ good moral character არის, ანუ კარგი მორალური ხასიათის მქონე პირი, რომელსაც უბრალოდ ვერ დაადასტურებს, იმიტომ რომ რა თქმა უნდა, თუ იმას არ ჩავთვლით, რომ მე აირესას გადაიცემო და მე აირესი გადგება თავზე და ასე შემდეგ და ესეც. მოდით ამაზე ორ სიტყვას ვიტყვი რა, ძალიან ცდარად მიმაჩნია საერთოდ ეგეთი ნარატივი, რომ ემიგრაცია არის დროებითი რა. ხალხი ეხლა წავიდა, მე იმუშავებს, მე ჩამოვა, არავინ არ ჩავა, რა თუ ჩავა
იმ შემთხვევაში თუ ბედნიერი იქნება იმ ქვეყანაში ისე სადაც თუ უფრო მეც იშოვის უფრო კარგად დაინახავს თავის შვილების მომავალს და ბევრი პირობა თუ იქნება დაკმაყოფილებული. ეს 2 წლით ჩამოსვლა აბსოლუტურად სისულელად მიმაჩნია, იმიტომ რომ 2 წელი დაანგრიოთ ეს ცხოვრება იმისთვის, რომ მე ვერ სააშენო და უკან წახვიდე, აბსოლუტური ის არის. ეგრე დროებით ჩამოსული ხალხი ვიცი, ბევრი 20 წელია აქ ცხოვრობს და 25 წელია. ასე რომ მოდით ვინც არ ჩამოსულა ჯერ, იმათ უთხრათ, მე ვეთყოდი, რომ თუ ჩამოდიხარ და გინდა რომ შენი ცხოვრება დაუკავშირო ახალ ქვეყანას და მაშინ იმ შემთხვევაში ჩამოდი. თუ 2 წლით გინდა ჩამოსვა, რაღაცა იშოვო, აქ რაღაცა მოატეხო და იქ წაიღო, აბსოლუტურად სისულელეა და არც არავინ არ მოგცემს ახლა ახალი მიდგომებით ამის საშუალებას რა. ხო, ზოგადად მე რასაც ვაკვირდები ეს რაღაც ერთგვარი ფსიქოლოგიზმი არის ემიგრანტი ადამიანის, რომ არც ბოლომდე ჩამოდის აქ და არც იქ არ არის და არც აქ არ არის. საბოლოო ჯამში ეს ძალიან უშლის მერე ხელს აქაც და იქაც. მოდი მე აქედან გადავიდეთ ერთ რაღაცაზე. იგება მოყვეთ ჩვენი პირადი ისტორიები, როგორ მოხვდით ჩვენ ამერიკაში. ეს კაი. გაცვლითი პროგრამით ჩამოვედი მე. და შემდგომ უკვე მივიღე სამსახურის შემოთავაზება და სამსახური მიკეთებს დღესაც უკვე საიმიგრაციო დოკუმენტებს, თუმცა მე იქამდეც ვიყავი აქ გაცვლითი პროგრამით სასწავლებლად და ოღონდ 4 ნახევარი ვიყავი და შესაბამისად ძალიან ბევრი რაღაცა მომცა. შემოყვარა ბავშვებიდან შემეცნება იყო ამერიკა, ამიტომ არ ყოფილა ესე რომ რაღაცა უცხო ქვეყანაში ჩამოვედი, ეს იყო ქვეყანა სადაც მუდმივად მესახებოდა ჩემი განვითარება და მომავალი. ამიტომ როცა ჩამოვედი აქ და გადავწყვიტე რომ სრულად დავრჩენილიყავი, მივხვდი რომ ყველაფერზე უნდა მომეხდინა ადაპტირება. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ფიზიკურად აქ ვერ განვითარდება. ანუ ან იქ უნდა დაალაგო ცხოვრება, ან აქ ორივეგან ვერ ალაგები. იქ შეიძლება რაღაცა ქონება იყიდო, ის რომ ჩახვიდე და ისვენო ეს გქონდეს, მაგრამ არ მგონია რომ სწორი მიდგომა რომ ადგე და მთელი ცხოვრება იქ დაგეგმო და ორ ქვეყანაში აქ იმუშაო, იქ იცხოვრო რეალურად და ბედნიერიც ვეღარასდროს ვეღარ იქნები, ასე რომ ორ ქვეყანაში, ასე ვთქვათ, გინდა არ გინდა გიყვარს საქართველო და ახლა მე განსაკუთრებით ხევსური ვარ და შესაბამისად სულ ამ პატრიოტულ ნოტებზე ვარ გაზრდილი, მაგრამ მაინც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადაპტირდეთ იმ ქვეყანაში, სადაც ვართ. მესმის, რომ შეიძლება მოკლევადიანი გეგმა გქონდეს, ეხლა ახსენეთ 2 წელი რომ ჩამოდიხარ, არ არის საქმე, ისე თუ კი რაღაცა ვიზით ჩამოდიხართ, ან რაღაცა სამუშაო მოწვევა გაქვთ, რომელიც არის კონკრეტული ვადით, კი ბატონო, მაგრამ მექსიკით ჩამოსვლას, აი უფრო დავკონკრეტდეთ, ვისთვის არის ეს. ესე ვთქვათ, მისაღები და ვისთვის არა. მექსიკით ჩამოსული ხალხისთვის ნამდვილად არ არის, იმიტომ რომ ყველა ვიცით, რომ ჩამოდიან ვალებით, ჩამოდიან რაღაცა პასუხისმგებლობებით და ფიზიკურად უბრალოდ ვერ მოხერხდება ისე, რომ იმ 2 წელში ანაზღაურონ ყველაფერი, ან გრძელვადიან პერსპექტივებში უნდა ჩამოვიდნენ მსგავსი პიროვნებები, ან უნდა ჩამოვიდნენ სხვა სამსახურებრივი მოწვევებით, რომელიც არსებობს ასევე და აუცილებელია რომ ამ კუთხითაც მაქსიმალური ინფორმაცია მოიძიონ თუ არის ამის შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, განათლების კუთხით ოღონდ. ანდად რა აზრი აქვს რომ ჩამოვიდეს და ვალები აიღოს, ჩამოვიდეს, გაისტუმროს ვალები და წავიდეს. აქ იქვე მე 12 წლის წინ ჩამოვედი სრულიად ისეთი კაფეო განსაზღვრით, რომ აქ დარჩენილიყავ, ჩამოვედი ოჯახთან ერთად, 5 შვილით და ხუთი შვილი რომ გყავდათ, ძალიან კარგი. წარმოუდგენელი 5 შვილით ზართული ხებოდა და მივიდნენ სკოლაში, ფაქტობრივად აქ გაიზარდნენ, აქ გაიზარდნენ, იქ დაიბადნენ, არა გაიზარდნენ. გუშინ ნიკოლოზი მწერდა ინგლისურად, ქართულად კი ლაპარაკობს აშკარად. ყველაზე, არა, უმცროსი გოგო, მაგრამ მე არის ყველაზე პატარა ნიკოლოზი, ხო? და ინგლისურად წერდა, მაგრამ ქართული ესმის, მაგრამ წერა უჭირს, კი, წერა უჭირს, იმიტომ 7 წლის ჩამოვიდა, ხო, და ამერიკელია, რომელმაც ქართული იცის. უპროსებიც ჩამოვიდნენ, არ უჭირთ ას წერა კითხვა, იქ უკვე მე-4, მე-5 კლასში იყვნენ და მერე წამოვიდნენ და თქვენ ზაზა მე ვიზა მქონდა 2015 წელს ვიყავი World Science Fiction Convention-ზე ვიყავი მიწვეული სპიკერად სამეცნიერო ფანტასტიკის ყველაზე ისეთი საერთაშორისო კონგრესი იყო და ეს ვიზა ყოველთვის იყო ჩემთვის ცნება რომ მოდი ჩავალ ცოტა ხანი იქ 6 თვე გააქვს და ვცდი თუ შეუძლებ დარჩენას ახლა არალეგალურად არ მინდოდა ბევრი მიზეზის გამო და 4-ჯერ ვიყავი ნამყოფი მანამდე ამერიკაში. ერთხელ ჩამოვედი და გავიქეცი უკან მინდა ეს უთხრა მაყურებელსაც
ძალიან რთულია პირველი ეტაპი. მე მაგალითად პირველ ჩამოსვლაზე ვერ შევძელი დარჩენა. ბევრი რაღაც ხდებოდა ჩემს თავში და თავს გარეთაც. ხო და მაგრამ მე ეს გამოცდილება რომ მქონდა და რომ დავბრუნდი საქართველოში, მივხვდი რომ შეცდომა დაუშვი და მე ჩამოვედი უკვე იმ განზრახვით, რომ ნებისმიერ ფასად უნდა მომეხერხებინა აქ დარჩენა, საბუთების მოგვარება და დარჩენა ლეგალურად, იმიტომ რომ მაგას თავის ბენეფიტები აქვს საბოლოო ჯამში. ბევრად მალე მოდის ყველა საბუთიც და ნუ მოკლედ ისედაც რაღაცა მორალური არგუმენტი გაქვს, მაგრამ ნუ არაფერი დასაძრახის თქმა არ მსურს იმ ადამიანებზე, რომლებსაც უბრალოდ მექსიკით ადამიანი რო გადმოდის, მე უკვე ვხვდები, რამდენად ცუდად არის ეს ადამიანი, რამდენად სერიოზულია მისი ფინანსური ან სხვა ტიპის პრობლემები და შესაბამისად ყველას ვინც აპირებს ან აქ არის, უსურვებ მაქსიმალურად მიიღოს ის რისთვისაც ჩამოვიდა ამ ქვეყანაში. ფაქტიურად ეგენი არიან ისინი ამერიკელები ძალიან დიდ პატივს ცემენ იმ ხალხს, ვინც მათი შტო ჩამოიყვანა ამერიკაში. ყველაზე მთავარ ადგილას მასი ფოტო უკიდიათ და დამფუძნებელი მამები მოჯახის ფაქტიურად ამერიკაში დამფუძნებლები. და Trailblazers ეძახიან ფაქტიურად გაურკვევლად მიდიოდნენ უკვალავა გზაში მოსიარულეები ფაქტიურად და ძალიან დიდ პატივს ცემენ თავის წინაპრებს, ახან ესეთი გამბედაობა ეყოთ და ჩამოვიდნენ, გადალახეს ოკეანე და ჩამოვიდნენ ახალ ქვეყანაში საცხოვრებლად. ჩვენ ვართ იგივე ხალხი, ჩვენი მომავალი თაობებისთვის, ხო? ალბათ ვინც პირველი თაობა. ეს ხო რაღაცნაირი ისეთი მომენტია, რომ ადამიანები, რომლებიც აქ მოდიან, რომლებსაც თქვათ, ერთია პოლიტიკური დევნა, მაგრამ მეორე კატეგორია, რომლებიც აქ მოდიან, ესენი არიან ხშირად პროფესიონალები რამის, რომლებსაც არ მოწონთ თავის ქვეყანაში ანაზღაურება საკუთარ პროფესიაში. უმეტესობა ესეც. ამიტომ არის, რომ ამერიკაში რაღაცეები რატო კეთდება უკეთ ვიდრე სხვა ქვეყნებში, ბევრი პროფესიის მიმართულებით, იმიტომ რომ ეს ხალხი, რომლებიც გრძნობდნენ თავს არასაკმარისად დაფასებულად თავის პროფესიაში, თავის ქვეყნებში, გადაწყვიტეს, რომ მეტი ეკუთვნოდათ და წამოვიდნენ უფრო დიდ მასშტაბებზე. ჩემი პროფესიაც ეგეთია, მე საქართველოში რამდენიც არ უნდა ვწერო, შეუძლებელია მაგით ვიარსებო. ფიზიკურად შეუძლებელია მაგდენი გადაიღონ, რომ მე ვწერო და მე მაგით ვიცხოვր, მაგდენ ფილმებს ვერ იღებენ საქართველოში. ამიტომ არ გამოდის, ამიტომ გჭირდება ხშირად დიდი მასშტაბები. ზოგიერთს გამოსდის, მე არ გამომივიდა საქართველოში ეგ. არ ვიცი. პირადი ბიზნესი უნდა გქონდეს, რაღაცა კვების ობიექტები ამართლებს ხოლმე, იმიტომ რომ კვების ობიექტები ან გქონდეს იმის რესურსი, რომ იყიდო ერთი ბინა და გააქირაო. ხო. ხო და ეგ არის კაპიტალი, რომელიც ან გაქვს ან არ გაქვს. ვიღაცა ვისაც აქვს ერთი ნაბიჯით წინ არის და ეგ ერთი ნაბიჯი შენ არ გაქვს. შესაბამისად სხვანაირ გადაწყვეტილებებს იღებ. ხორ გადავიდეთ თემებზე, იმაზე რაც ხალხს ყველაზე მეტად აინტერესებს, ეთლის ჩვენზე მეტად აინტერესებს რა ხდება ამერიკაში. გაგუყრიან ყველას თუ გადავრჩებით? ხო, რეალურად ეს არის კითხვა, რომელსაც ერთი კვირის განმავლობაში ვიღებ ალბათ მინიმუმ 10,000 ადამიანისგან ერთი კვირაში მივიღა ეს კითხვები და რეალურად ვერანაირად უფრო დაძაბულია სიტუაცია, ვიდრე იყო ბაიდენის ესე ვთქვათ, მმართველობის ქვეშ, რა თქმა უნდა და ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა არც ისე ცუდად არის საქმე, როგორც ამბობს ყველა, ხო? ანუ ეს რეიდები რეალურად ხდება, ხო? კი, ბოლო და ვისახება ეს ახსნათ ზოგადად რა სიტუაცია არის, ეს ლეიკენ რაილი ვინ არის? კი ბატონო, რა თქმა უნდა. მოკლედ, ვინ არის პირველ რიგში და რა მოხდა და რა საიდან წამოვიდა ეს ყველაფერი? ბოლო 2 წელია არ ხდება ხალხის ესე ვთქვათ სკრინინგი, გადამოწმება თუ ვინ შემოდის მექსიკის საზღვარზე. აქამდე ხდებოდა background check-ები და რატომღაც ზოგადად CBP-1 პროგრამა შემოიღეს და CBP-1 პროგრამით ეგონათ რომ ყველა გვეცდა საზღვარს ამ პროგრამის მეშვეობით. თუმცა ხალხის უმეტესობამ და ქართველების ალბათ 99%-მა არ გადმოდურთა ეს პროგრამა და ისე კვეთა საზღვარი. და დედანშენებიდან რაღაცა 3-4 დღე ზოგი 3 თვეც იყო და გამოუშვეს. თუმცა არ მოხდა, არ ქონდათ იმის საშუალება რომ ყოფილიყოს
სკრინინგი, background check-ები, რის გამოც გადაწყვიტა ტრამპმა იდეაში ეს ერთ-ერთი მიზეზია, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი წერტილი, რამაც მიახვედრა, იყო Laken Riley, რომელიც არის ხა აქტიც არის გამოსული ზუსტად მისი სახელის ქვეშ, ეს არის გოგონა 23 წლის, რომელიც მოკლეს 2024 წლის თებერვალში და მოკლა ვენესუელელმა პირმა, რომელსაც ჰქონდა საზღვარი ნაკვეთი მექსიკით. ამიტომ რეალურად საიდან წამოვიდა ტრამპს იდეა იმისა, რომ ეს კანონი შეიმუშაოს, არის ის, რომ მან საჭიროდ ჩათვალა კრიმინალის თავიდან არიდება და სკრინინგის გავლა ბოლო 2 წელში შემოსული პირების მხრიდან. ეს სკრინინგის მცდელობაა თუ დეპორტაციის? ეს არის background check-ების და იმ ხალხის დეპორტაცია არ არის, დაკავება. ანუ ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორად განსაზღვროთ და რა ვერ გაიგოთ ქართველმა ხალხმა ამ ეტაპისთვის არის შემდეგი, რომ რეალურად აკავებენ, არ ადეპორტებენ მაშინათვე, ანუ რა დისკრეციული უფლება ანუ სასამართლო მაინც ხდება, ესე არ არის, რომ უცებ ეხა ქუჩაში აგიყვანეს და პირდაპირ თვითფრინავში ჩაქვსოს. ჯერჯერობით მაგის რესურსი არ არის, როგორც მინიმუმ, ამიტომ რომ აი, თქვათ ავიყვანეთ ქართველები, რამდენი ვართ ქართველები, ხო, რაღაცა უნდა შეიგრას თვითფრინავი, იმისათვის რომ გადაიყვანოს პირები შესაბამისად და მაგ ხელა რესურსი არ აქვს. იმისათვის რომ 103-მდე ადამიანი გადაეყვანათ, ორი კვირის წინ მოხდა საკმაოდ 100,000 დახარჯა სახელმწიფომ და რეალურად ეს არის უდიდესი თანხები და ფიზიკურად მექსიკაში გადასხეს ხალხი და რეალურად ამ ხელა რესურსიც ვერ ექნება, ამიტომ რაღაცა უნდა დაელოდოს პირი, იქნებიან ესე ვთქვათ, როგორც თვითონ თქვა ტრამპმა სხვათა შორის მოსვლამდე პროექტი 2025 დაანონსა, სადაც ამ ყველაფერზე მე ადრეც ვისაუბრე, იმიტომ რომ რას შეეხებოდა სხვათა შორის ზუსტად იგივე გააკეთა, რაც თქვა თავის პროექტ 2025-ში. ეს არის პროექტი, საკმაოდ 17 გვერდიანი პროექტი, რომელიც ეხება საიმიგრაციოს და ყველაფერი რაც თქვა ასრულა და დაიწყო დანერგვა ოფიცრების, აი ეს ოფიცრები დადიან ქუჩებში, აყავთ ხალხი და ეს ეხება რეალურად ყველა პირს, რომელიც ბოლო 2 წლის განმავლობაში შემოვიდა მექსიკით და რომლებმაც არ გაიარეს სკრინინგი. აუყმოდ გაჩერება ეხებათ მას, დაკავება არა და ეს არის სწორად ესე ვთქვათ აღსაქმელი. ვის დააკავებენ? მაშინ ისმის კითხვა. დისკრეციული უფლება მოსილება მიენიჭა ოფიცერს, თავადვე განსაზღვროს პირი, ვინც იმსახურებს გაზაყვანეს. თუმცა ეს არის ძალიან ბუნდოვანი. რის მიხედვით განსაზღვრავს ეს პირი, ჯერ არ არის ესე ვთქვათ ნათელყოფილი, თუმცა კრიმინალები, რა თქმა უნდა, ვინ იგულისხმებიან კრიმინალებში, shoplifting, რაც არის მაღაზიიდან ქურდობა, რეალურად ნარკოდილერებზე ძალიან სერიოზული პრობლემაა და ძირითადად ვინც აიყვანა, ყველა იყო მექსიკელები და ლათინოები, ახლა ძალიან ბევრი ესე ვთქვათ, სახლში შესვლაც კი ხდება და ამ პირების იდენტიფიცირება და ბუნებრივია ქუჩაში რა უნდა ვიქონიოთ თან, ორიოდე სიტყვით ესეც რო გითხრათ, ეს არის ID, ეს არის მუშაობის უფლება, თუ გვაქვს მუშაობის უფლება და საზღვრის კვეთისას გამოტანილი ნებისმიერი დოკუმენტაცია, თუ არის შესაძლებლობა რომ ვიქონიოთ ჩვენ ბეჭდ დარტყმული ფურცელი ანაბეჭდების, ესეც იქნება იდეალური. სხვა კუთხით არ გვეშინოდეს კიდევ ერთხელ მომბობ, ეს არის ოფიცერზე დამოკიდებული, ჩათვლის თუ არა ვართ ჩვენ კრიმინალი თუ არა. თუ ჩათვლის რომ კრიმინალი არ ვართ, ამ შემთხვევაში პრობლემა არ არის. თუ არა და დაგვაკავებენ, გადაამოწმებენ ჩვენს background-ს და თუ არ ვიქნებით გამოგვეშვებენ. ამიტომ ძალიან მშვიდად იყავით და არ აყვეთ პანიკას და არ შეაშინოთ ერთმანეთი. ეს არის ყველაზე დიდი რჩევა. ანუ იქვე არ გადაამოწმებენ, გადაიყვანენ და იქს ზოგადად ამის ბერკეტი ამ ეტაპზე დიდად არ აქვთ. ანუ რო გითხრათ რომ რაიმე სისტემა არსებობს ამისი, ეგ მაშინათვე ვერ გადაამოწმებენ ამას, ამიტომ თუ კი ჩათვლიან, თქვათ რაღაცა გაცნენილი აქვს, რაღაცა წესრიგში არ აქვს პირს, იმისათვის რომ აირიდონ სამომავლო საფრთხეები თავიდან, აქვს სრულიად ამის უფლება. კი. ანუ გადაიყვანენ იქვე background checks ვერ გააკეთებენ, არის თუ არა კრიმინალი და გადაიყვანენ დაწესებულებაში. იქ რამდენიმე დღის განმავლობაში გასინჯავენ და გამოუშვებენ ალბათ. კი ბატონო, უკვე გქონდა ერთი ასეთი შემთხვევა, ამიტომ შეგიძლიათ მშვიდად იყოთ. ერთი ასეთი შემთხვევა იყო, როდესაც დააკავეს და გამოუშვეს. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ბაიდენის დროსაც ხდებოდა ეს ყველაფერი. ანუ თქვენ თუ გონიათ, რომ ბაიდენის დროს ოფიცრები, აი ეს ოფიცრები არ აკავებდნენ პირებს, ცდებით, იმიტომ რომ 3 წელია რაც ამ სფეროში გადმოვედი და 3 წელს განმავლობაში ალბათ სადღაც 8 შემთხვევა იყო, როდესაც ჩვენი კლიენტი არსებული დაუკავებით და გამოუშვეთ.
ამიტომ ეს არ არის პრობლემა, თუ კრიმინალი არ გვაქვს, რა თქმა უნდა. ანუ ვისაც არ აქვს background check-ში რაიმე კრიმინალი, შეუძლია თავისუფლად გადაადგილდეს ყველგან. რა თქმა უნდა, კი. თავისი საბუთებით ოღონდ, თან იქონდეს თან საბუთები. საბუთის ქონა ფოტოს როდესაც საკმარისია, უნდა იქონდეს ID აუცილებლად. და დანარჩენი biometrics რაც არის ანაბეჭდები, შეუძლიათ რომ ყველაფერი ფოტოსურათებთ. ეხლა დასტა დოკუმენტებით 21 საუკუნეში არავინ არ დადის, ამიტომ ეს ელექტრონულად წარადგენენ და იმიტომ რომ A ნომერი არის მნიშვნელოვანი ძალიან, რომ A ნომერის გადამოწმების საშუალება ჰქონდეს ოფიცერს. იმიტომ რომ ჩვენთან დაურეკავს კლიენტს და როგორ თქვა მობძანით ოფისში თუ რაღაც ვერ გამოვდივარ რეიდიდან. ეგ სანამ ხო და კიდე ერთი დამატებით საბუთის ეს დაჭერა უნდათ ხელში ჩაბარებული გადასახადების რაღაც ფორმების და ზოგი მერე აპირებს გამოსვლას, ანუ ამის საფუძველი არ არსებობს ფაქტიურად. ანუ თუ მაგალითად მე არ მაქვს ჯერ საბუთები და გამაჩერეს, ხო? არ მაქვს კრიმინალური რეკორდი, არ ვარ ნასამართლები ამერიკაში. ნახეთ, არ მაქვს საბუთებში ძალიან ბევრი რაღაცა შეიძლება იგულისხმებოდეს. მაინტერესებს, არ მაქვს საბუთები, ვიზით ვარ შემოსული. არა, მექსიკით თუ ხართ შემოსული და 1 წელზე მეტია ქვეყანაში ხართ ისე რომ არაფერი გაგეგზავნიათ, უკვე დეპორტის ობიექტი ხართ. მაგრამ თუ 1 წლის, ანუ კანონი არის ასეთი, 1 წლის შემოსული პირი, ვალდებულია რომ 1 წლის განმავლობაში გადააგზავნოს მოთხოვნა თავში საფარზე და შემდგომ ვიღებთ ჩაბარების წერილს როგორც მინიმუმ, რაც უნდა გქონდეს და ეს ჩაბარების წერილი საკმარისია იმისთვის, რომ ესე ვთქვათ, ავტორიზებულ პირად ჩავითვალოთ უხეშად რომ ვთქვათ ეს ყველაფერი. კი ბატონო, გასაგებია. და ერთ-ერთი კითხვა, რაც გვაწუხებს, ეს სპეციალური დანაყოფია, რაც ეძებს ამ ხალხს. თუ ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ნებისმიერი პოლიციელი, აი ვის დანახვაზე უნდა გვეშინოდეს? აი ეს ოფიცრების, აი ეს არის სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ქვედანაყოფი, რომელიც არის პასუხისმგებელი სწორედ ამ საიმიგრაციო საკითხებზე და ამას აქვს ორი დეპარტამენტი. არის აი ეს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია უშუალოდ პირების დაკავებებზე და დეპორტაციებზე და არის აი ეს დეპარტამენტი, რომელიც ვალდებულია საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებაზე. ამიტომ ეს ორი ქვედანაყოფია და პოლიციის, რომელიც უბრალოდ როგორც ყოველთვის გვაჩერებდა ქუჩაში თუ კიდევ წითელზე გავივლიდით, შეგვიძლიათ ამაბად არ გვეშინოდეს მათი, ასე რომ ვთქვათ. კი, მათი კომპეტენციაში არ შედის და. ერთი კითხვა კიდე ესეთი შემოვიდა, რომ თუ ადამიანს აქვს კრიმინალი საზღვარგარეთ ჩადენილი ევროპაში, საქართველოში. ძალიან დიდი პრობლემა. იმიტომ რომ, როდესაც ეს იდეაში პრობლემა ხდება განსაკუთრებით დასმის სასამართლო პროცესზე და ტარდება FBI background check-ი და ვალდებულები ვართ ანაბეჭდებს ატოვებენ იმისთვის, რომ გაიარონ ეს ყველაფერი და ძალიან მარტივად შეუძლია ოფიცერს, ანუ მოწინააღმდეგე მხარეს ამ ინფორმაციის მოძიება და დასმის სასამართლო პროცესზე ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჩვენს წინააღმდეგ გამოვყენებიათ ისე რომ მაგალითად ჩვენ არ ვიცოდით ამის შესახებ და ესეთი შემთხვევებიც გქონია ნამდვილად. ანუ ადვოკატსაც დაუმალა ადამიანმა რომ ადრე იყო დასამართლები და ისე ამოვაგდეს. საჭირო და არც არ მომივარდებოდა, საჭირო და არ ჩამოთვლია და ესე არ ხდება სამწუხაროდ ანაბეჭდებს შემთხვევითობის გამო არ გვიღებენ, ანაბეჭდებს გვიღებენ იმისთვის რომ გადაამოწმონ ჩვენი ბექგრაუნდი, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. მთელ მსოფლიოში მოწდება ფაქტიურად. კი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველოში არის, მე როგორც ვიცი, დანაშაულის გაბათილება თუ დასამართლების გაქარწყლება. კი. გაქარწყლება დამოკიდებულია დანაშაულის ტიპზეც, ხო? ეხლა თუ ყაჩაღობისთვის ვართ ეს ვერ გვიშვალის. ამიტომ რეალურად გაქარწყლება სირიაში ნიშნავს იმას, რომ რაღაცა დავაშავეთ და ამ ქვეყანას უნდა ისეთი პირების მიღება, ვინც არიან კარგი მორალური ხასიათის მქონე პირები. რატო ვაბარებთ ჩვენ? ანუ მოქალაქესაც კი შეიძლება გრინ კარტის ფლობელსაც კი შეიძლება არ მისცენ მოქალაქეობა, თუ კი მას რაიმე აქვს დარღვევა. ამიტომ დარღვევაში იგულისხმება რაღაცა გადაუხდელობა, რაიმე ვთქვათ დაშინება, ან ასე ძალიან მარტივი რაღაცებიც კი, ანუ ოჯახურ ძალადობაზეც კი შეიძლება პირმა ვერ მიიღოს შემდგომ უკვე მოქალაქეობა, თუ უჭირო მეორე მხარე. ანუ გაქარწყლებულიც შეიძლება მოქმედებდეს და ჩათვალონ როგორც ჩადენილი დანაშაული და კრიმინალური რეკორდი და დამოკიდებულია რა? ანუ დამოკიდებულია რა გაქარწყლდა, ხო? ეხლა თუ კიდევ ერთხელ მომბობ ძალიან მნიშვნელოვანი დანაშაული იყო, ნუ იდეაში ალბათ არც გააქარწყლებენ ასეთ დანაშაულს, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია რომ გამოსაძლოთ, იმიტომ რომ არის 18 წლამდე პირებს ეპატება, 18 წლამდე ჩადენილი დანაშაულებები არ არის პრობლემა, მაგრამ აი მერე უკვე როდესაც რეკორდში მიდის, უკვე ეს პრობლემა. ერთი იმედება ძალიან მე ყოველთვის სასამართლოს დამოუკიდებლობა, აქაური. ასეთ შეხები ვარ ბევრჯერ ყოფილვარ რაღაც ქვია
moving violations ანუ რაღაც მაგაზი სასამართლოში ოღონ იქ უყურებ თლიან პროცესს რა. ანუ ეს traffic violations საგზაო traffic violations და რაღაც გამისაჩივრებიან რაღაც მოხვედრივა და ოღონ თავიდან ბოლომდე რო 9 საათზე მიდიხარ და 4-მდე ზიხარ ყველას დაკითხვას და ყველას სასამართლოს ესწრები და მე ფაქტიურად აღფრთოვანებული ვარ ყოველ ჯერზე ამათ დამოუკიდებლობის ხარისხით და განსჯით judgment-ით ესე ვთქვათ რომ ყველაფერს ითვალისწინებენ და ყველა ესეთი მე არ დამჩენია არც ერთხელ გზნობა რომ არა ამან ხა არა სამართლიანად განსაჯა ეს თან ასაბუთებს და ეუბნება და თან ძალიან დიდ დიაპაზონში აქვს უფლებები შეუძლია გაუშვას და შეუძლია ვიცი ძალიან დიდ გაუშვას ციხეში კიდე პრეცედენტული სამართლის ასე ვთქვათ ქვეყანა ამერიკა და აქაც პრეცედენტები ქონიან ყველაფერს და დისკრეციაზე ძალიან ბევრი ანუ თვითონ მოსამართლის კეთილგანწყობაზე შინაგან ქორწმენაზე ძალიან ბევრია დამოკიდებული როდესაც აქ სასამართლო მიდის და ამიტომ განსხვავდება ყავს მოსამართლე ნიუ-იორკში რომელსაც 27% აქვს დაკმაყოფილებული და ყავს მოსამართლე ავიცი ნაზერ კარინი და ლიტლ ანა ნაზერ კარინს 27% აქვს დაკმაყოფილებული და 97% აქვს ანა ლიტლს ამიტომ ეს მისი შინაგანი ქონა ძალიან დიდ დიაპაზონზეა რეალურად გაფართოებული ამერიკის სამართალში ასე რა ვთქვათ. რაც ერთის მხრივ კარგია, მეორეს მხრივ ცუდი, იმიტომ რომ კარგია, როცა რაღაცა ნორმებით ვიცით და ამ ნორმებს უნდა შევსაბამოთ, მაგრამ ვიღაცას მოვეწონები, არ მოვეწონები, ცოტა ეგეც არის და უკვე გაგიმართლებს, არ გაგიმართლებს, ვის დაგაწერენ. რამდენად იღბლიანები ვართ კი. აჰა. და შეკითხვები შენ კი, შეკითხვები გვაქვს, გვწერდნენ კიდეც ამ შეკითხვებს და ქუჩაშიც გვეუბნებოდნენ. ეხლა ამას წინეთ ლანჩზე ვიყავი გასული და იქ ორი ქალბატონი საუბრობდა ქართულად, აი ყველა ამაზე ლაპარაკობს. ისე თქვენ თუ იცით, ვინმე აი ქართველები, რომლებიც გაადეპორტეს ან რაღაც ან დააკავეს ამ რეიდების ფარგლებში. რეიდების ფარგლებში დააკავეს, მაგრამ ქართველები კი, ქართველები არიან, თუმცა დადეპორტებულები არ არიან. ანუ დეპორტაცია ჯერისერთი ძალიან მოკლება და დიდი ხანი არ არის, რაც ტრამპი მოვიდა, თუმცა მოსვლიდან პირველ 1 საათში იმდენი ახალი კანონი შემოიღო, რაც ოღონდ ასე ვთქვათ ორდერები, რამდენიც ბაიდენს საერთოდ 4 წლის განმავლობაში არ გაუკეთებია, რაც არ უნდა, ანუ არა ცუდიან კარგი გაგებით, უბრალოდ იმ კუთხით, რომ რეალურად ბევრი executive orders დაწერა და მოაწერა ხელი ნამდვილად კი. იცით რა არის კიდე რომ ეს ხა ამ კითხვის გაგრძელება რატო ხდება ესეთი აჟიოტაჟი და ესეთი პანიკის თესვა. ესეთი შთაბეჭდილება რჩება მე პირადად, იმიტომ რომ ქართულ აი ამ საემიგრაციო სოციალურ ქსელებში, ჯგუფებში ანონიმურად წერენ ადამიანები, რომ აი ჩემი ვიღაცა გადაიყვანეს და გაადეპორტეს და ესე უქნეს და ესე უქნეს. მერე ვიღაცები მოდიან რომ თესავთ შიშს და პანიკას და ამათ აგინებენ. ლანძღავენ. ხო და აი ძალიან საინტერესო არის რატომ ხდება ეს? ამ ყველაფრის წყარო რა არის, რატო შეიძლება ეს? ამ ყველაფრის წყარო არის მარკეტინგი, რაც არ უნდა ცუდად და უხეშად ჟღერდეს. უბედურებათა ძალიან დიდი ნაწილი ისმევია. ანუ სამწუხაროდ, ამიტომ ზოგადად მოუწევდებ ყველა საადვოკატო ბიუროს და პარალეგალებს, რომ თესავთ შიშს და ანუ ერთ-ერთი სტრესულია, მეორე არ არის სიმართლე და ამ კუთხით შემოსავლების მიღება არის ძალიან ცუდი, იმიტომ რომ ადამიანების ანუ ორ ქალს გული გაუხდეს ცუდად, ისე ინერვიული. ამიტომ რეალურად ჯანმრთელობაზე გადის უკვე ეს ყველაფერი და ამით ნერვების, ასე ვთქვათ, გლეჯვით ხალხისათვის ფულის გამოძალვა არის ძალიან ცუდი და ძალიან ბრაზდავით. ხოთა შორის წინა კვირას ჩვენს ადვოკატო ბიუროსაც ჩვენთანაც ხონდეს. გავხილე აი რატო ხდება ეს ყველაფერი და რო გადავხედე ქართულ ჯგუფებს ძალიან კარგად მივხვდი რატომ ხდება. რეალურად ჯერისერთი რა საჭირო ანონიმურად დაწეროთ. ჯგუფებში არ ხდება ეს ისტერია. არც რუსული, არც უზბეკურში. უზბეკებიც საკმაოდ ბევრი ყავს უზბეკი კლიენტები და არ ხდება ეს ყველაფერი. უბრალოდ აფრთხილებენ ერთმანეთს, რომ უბრალოდ ფრთხილად იყავით, იქონიეთ ეს, როგორც ეხლა წეღან თქვით რა უნდა ვიქონიეთ, მაგრამ ქართველებთან ცოტა სხვა პრობლემა გვაქვს. აი, გვაქვს უფლება თუ გაგვაჩერეს, რომ არ გავყვეთ. არა, სამწუხაროდ ხელს მოჰკიდებენ და ჩაგზავნენ. აი ეს ICE. აი ეს აქვს ხალხს. შეუძლია რომ ხელი მოკლდეს და მოძლიერი.
ანუ არ ვაჩვენოთ საბუთიც არა, ხო? ხო, არა, რა თქმა უნდა, პირიქით, ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვიპოვოთ კეთილგანწყობა, იმიტომ რომ აქ ყველაფერი არის დამოკიდებული ამ კეთილგანწყობაზე. მოვიპოვოთ ადამიანურად მოვიქცეთ, გავყვეთ, რასაც გვეტყვიან და შესაბამისად უკვე მიქნება საჭირო რეაგირებაც. როგორც პოლიციასთან წინააღმდეგობა იწევს, რა თქმა უნდა, პირიქით. კონვერც დანაშაულია. რა თქმა უნდა, კი. კი ბატონო. თქვათ გამოუტანეს დეპორტაცია. ეს აი მაგალითად მე მაქვს ჩანიშნული თქვათ სასამართლო რა. მაგრამ ცოტა მერე. და ეხა გამოჩერეს რაღაც მიზეზთა გამო გადამიყვანეს. ანუ მერე რა ხდება იმ ჩემ სასამართლოს გადმოუწევენ აქეთ. კი ბატონო, expedited removal, დაჩქარებული ესე თქვა დეპორტაციის პროცესები, ზოგადად რა ეშლება კიდე ხალხს. როდესაც ქვეყანაში შემოდივართ არალეგალურად, პირდაპირ გვედავება სახელმწიფო საზღვრის არალეგალურ კვეთას. ანუ პირდაპირ მათთვის ვართ დეპორტაციის დამნაშავე ხმამაღალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. დამნაშავე არის იმ შემთხვევაში, თუ პირი გადეპორტეს და მეორედ შემოვიდა კიდევ. ამ შემთხვევაში უკვე კრიმინალურში გადის, მაგრამ თუ ანუ რამდენჯერმე განმეორებადი რაც არის, მაგრამ თუ პირმა პირველად კვეთა საზღვარი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად ითვლება, კვეთავებიან საზღვრის არალეგალურ კვეთას მასშასადამე სახელმწიფო საზღვრის ურყეობის პრინციპის დარღვევას, რაც ხშირად პროკურორებს აყავთ სახელმწიფო სუვერენიტეტის, ესე ვთქვათ, შელახვამდეც, თუმცა რეალურად ბუნებრივია არასასურველი პირი ვარ სახელმწიფოსთვის შემოსვლის დღიდანვე. და სასჯელს რა სიტუალიზინებს? სასჯელს დეპორტაციას, ან თუ პირველია დეპორტაცია, თუ არა შეიძლება საქართველოში პირის ექსტრადიცია მოხდეს და იქ მოიხადოს რაღაცა კონკრეტული ან რაღაცა გადაიხადოს სახელმწიფოსათვის. რეალურად ამერიკა არ დაიტოვებს, იმიტომ რომ ისინი ან მხოლოდ მოქალაქეებზე არიან პასუხისმგებლები. ამიტომ აქ არაფერი ისეთი განსაკუთრებული, თუმცა ბუნებრივია დეტენშენში ჯდომაც არც თუ ეს ასიამონოა, მეთანხმებით და შეიძლება ეს გაგრძელდეს თვეობით. თუმცა კითხვაზე მაგალითად სასამართლომ აქვს 2 წლის შემდგომ დამაკავეს და როდის უნდა კონდეს 2 წელი უნდა ვიჯდე? არა, რა თქმა უნდა. ამაზე არის პასუხი დაჩქარებული სამართალწარმოება და გადმოიტანენ პირველ რიგში თუ ნიუ-იორკში ვართ, გადავალთ რა ვიცი ლუიზიანაში და ლუიზიანა ბევრად უფრო ადრე ჩანიშნავს სასამართლო პროცესებს და სადღაც 2-3 თვის ვადაში გვაქვს ხოლმე ეს ციხე ლუიზიანას დეტენშენი არის კი ანუ ძირითადად რაც გამოცდილება გვაქვს თუ ნიუ-იორკიდან გადაყავთ ხოლმე პირები გადაყავთ ლუიზიანას დეტენშენში სადაც არის ესე ვთქვათ საიმიგრაციო ბანაკი თუ შეიძლება ასე დავარქვათ ნიუ-იორკიდან გადაყავთ ლუიზიანაში ეს უკვე ძალიან ცუდის ნიშანია ხო არის მან შანსი უკვე რომ დეპორტი არ გამოგიტანა კი თუ დავამტკიცებთ ჩვენ სიმართლეს, რა თქმა უნდა, თუმცა აქაც პროცედურულ მაჩვენებელზე დამოკიდებული მოსამართლეები იქ სადღაც მაქსიმუმ ალბათ რაც მოხდება 10% აქვთ დაკმაყოფილებული საქმეები. შესაბამისად, მტკიცების ტვირთი ბევრად უფრო მაღალია. ჩემი სიმართლის მტკიცების ტვირთი ბევრად უფრო მაღალია, ვიდრე ნიუ-იორკში, როდესაც ნიუ-იორკს 64% აქვს, ასე ვთქვათ, საშუალო სტატისტიკა დადასტურებული საქმეებისა და იქ მაქსიმუმ 10. ესე რომ პირდაპირ ვისაუბრეთ. ორი შეკითხვა მაქვს ესეთი რა, ადამიანი რომელიც ჩამოვიდა რუსეთიდან იყო რუსეთის მოქალაქე, ეხლა აქვს ჩანიშნული, იმიტომ რომ უნდა ჯარში გაწევა. ეხლა აქვს ჩანიშნული სასამართლო. უნდა ეშინოდეს ხა სასამართლოს, როგორ ფიქრობთ თუ? არა, საკმაოდ ბევრი რუსის სასამართლო პროცესები ძალიან წარმატებულად იმართება, იმიტომ რომ პირები, რომლებიც გამაგზავნენ ძალიან ბევრი არის, სხვათა შორის ბლოგერი და ეს YouTube ბლოგერები ძალიან ბევრი არიან ჩამოსულები. ჩვენს ყავს 2 ასეთი პირი და რეალურად მათთვის ანუ open minded თუ ხარ რეალურად პირიქით ამერიკა პარტიებს გცემს მიუხედავად იმისა რომ თუ პოლიტიკური კუთხით განვიხილავ დიდად რუსებით აღფრთოვანებულები არ არის. თუ იქ რუსეთში გაუჩერეს მოქალაქეობა, იმიტომ რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურს არის და თავი გაუჩერეს მოქალაქეობა. სად უნდა გაადეპორტონ ახლა ეგეთი ადამიანები? თუ და მოხდება თუ რა ეგეთი გადაწყვეტილება. ნახეთ დამოკიდებულია რეალურად იქამდე ალბათ იმ ქვეყანაში დაადეპორტებენ სადაც რომელდენაც მოქალაქე ქონდათ მაგალითად საქართველოს ორმაგი მოქალაქე თუ არის საქართველოს და რუსეთის ამ შემთხვევაში იმ ქვეყანაში დაადეპორტებენ სადაც ბოლოს ცხოვრობდა თუ არა და მაშინ საქართველოში რა თქმა უნდა ეკითხებიან კიდეც ხოლმე რომ აი როდის გიხდით ეკითხებიან კიდეც ხოლმე რომელი არის ანუ რომელ ქვეყანაში დაგადეპორტოს ეს არის კითხვა რომ თქვათ თუ გამოუტანეს ესეთი შეიძლება ეს არის სასამართლო პროცესი კი რომ არ გაარიქნება ეგეთი გადაწყვეტილება ხო კი ბატონო ანუ რეალურად თუ დაადეპორტებენ ეკითხებიან იმიტომ რომ თქვათ თუ ამბობს ადამიანი რომ მეშინია საქართველოში ჩასვლა და იქ ბუნებრივად სიცოცხლესათვის საშიში ესე ვთქვათ პირობები იქნება ეგეთი სიტუაცია აქვს რატო დეპორტებენ აი რუსეთის გარდა თუ არაფრის მოქალაქე credibility რაც არის არასარწმუნო
იცვლება ამ დროს ჩვენება და უბრალოდ მაინც იმისთვის რომ ადამიანის თქვა ფსიქოლოგიურ მდგომარეობას გავფრთხილდნენ, მაინც თავს იზღვევენ, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ არის რაღაცა პროცენტული შანსი, რაც რომ რეალურად ასე მოხდება. აქამდე ნიუ-იორკში გვევალებოდა რომ 10% გვედასტურებინა, რომ 10% მაინც არის იმის საფრთხე, რომ საქართველოში რო ჩავიდე მე და მემუქრება საფრთხე და რაღაცა შემემთხოვა და ახლა ესეც გაიზრდება 40%-მდე. უბრალოდ ჯერ არ ბევრად სარწმუნო უნდა იყოს შენი 10-დან 40%-მდე რო ადის საკმაოდ მაღალი. ეს ნიშნავს მეტი მტკიცებულებები თუ რას ნიშნავს? кейსი ძალიან ძლიერი მტკიცებულებები. კი, შესაბამისი მტკიცებულებები. ერთი კითხვა მაქვს, აი თქვათ მექსიკიდან ჩამოსული ადამიანი ჩაითვლება თუ არა good moral character person-ად მე მომავალში. კი, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. ეს არის რეალურად სახელმწიფო ჩვენ გვედავება, ანუ აქ შემოდის კონკურენციის სამართალი, რა იგულისხმება ამაში, როდესაც საზღვარი უკვე მე დავაშავე, ხო? თუმცა მე თუ დავამტკიცებ, რომ ამისათვის მე მქონდა იძულება, რომ ესე მოგწეულიყავი, ამ შემთხვევაში ეს საერთოდ ქარწყლდება, ასე რომ ვთქვათ, ანუ უქმდება და შემდეგ უკვე პირიქით სახელმწიფო გვენდობა და ესე ვთქვათ, პატივისცემას ემსახურებს მათ. რაღაც შეზღუდულ რაღაცებზე, რაც რესურსებზე და შეზღუდულ სიკეთეებზე, რაც სახელმწიფო გასცემს მარტო კარგი მორალური ხასიათის მქონე პირებზე, პრობლემა არ იქნება. არ იქნება თუ სხვა დანარჩენს დავიცავთ და მოყავთ. ფელონად ამეგეთ არ ითვლება. არა. ჩვეულებრივად შეუძლია შემდეგ უკვე პირს ნებისმიერ სხვათა შორის მარტო საიმიგრაციო კუთხით არა, ნებისმიერ დაწესებულებაში, ნებისმიერ ინსტიტუტში ჩვეულებრივად შეუძლია რომ განვითარდეს. ერთ-ერთი მოსამართლე სხვათა შორის ასეა შემოსული ნიუ-იორკში. ერთ-ერთი მოსამართლეა უკვე. თვითონაც კი. ოღონდ წლების წინ რა თქმა უნდა რამდენიმე 30 წლის წინ თვითონ გვითხრა ერთ-ერთი სასამართლო პროცესი. საინტერესოა. ეხა კიდე ერთი კატეგორიის ხალხი. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც ბაიდენის დროს გადმოკვეთეს საზღვარი და არ გამოუშვეს და არიან იგივე ლუიზიანას დეტენშენში. და ცოტა გაურკვეველ სიტუაციაში ვინც არიან, ანუ არ უშვებენ. არ ვიცი, რა მიზეზით შეიძლება არ გამოუშვენ სასამართლო ზოგადად სრული ქაოსია. აი მაგათ რა ბედი ელით. ნახეთ, რეალურად ახლა ძალიან რთულია case by case არის ნებისმიერი პირის საქმე, ანუ ძალიან ინდივიდუალურია რა აქვს кейსი მტკიცებულებები. იმაზე დამოკიდებული. ზოგადად ჩვენი საადვოკატო ბიურო დეტენშენებზე ამ ეტაპისთვის არ მუშაობს, იმიტომ რომ ურთულესია რეალურად დროში მენეჯმენტი, იმიტომ რომ გარეთ იმდენაზე ბევრი პირი ყავს, რომ რეალურად არ მუშაობთ ხოლმე დეტენშენებში, იმიტომ რომ კავშირის და კომუნიკაციის პრობლემები იქნება, თუმცა რეალურად case by case akats ვახსენე, ხან არის ხოლმე სასამართლო არ აქვს ჩანიშნული და ეს უნდა მოითხოვოს, არის თქვა რაღაცა 9 თვეზე მეტი თუ არის პირი შეუძლია რომ სასამართლოს ჩანიშნა მოითხოვოს, შესაძლებელია ასევე მოითხოვონ, ან case მტკიცებულებები გაამყარონ მაქსიმალურად და ასევე შესაძლებელია voluntary departure, ეს არის ქვეყნის ნებაყოფლობითი დატოვება და ამის მოთხოვნის შესაძლებლობაც აქვს თითოეულ პირს, ამიტომ ესეც შეუძლიათ გაითვალისწინოს. მე ფაქტიურად ვეღარ შემოვა. საქმე იმაშია, რომ voluntary departure-ს როცა ვაკეთებთ, დეპორტი არ წერება და ეგ არის კარგი. ანუ მე ქვეყანას ნებაყოფლობით ვტოვებ და რაღაცნაირად ეს შორდება. თუმცა თუ დეპორტია, ზუსტად, თუმცა თუ ეს დეპორტია, ბუნებრივია არის 5 წლიანი, 10 წლიანი, 15 წლიანი და 20 წლიანი დეპორტები და დამოკიდებულია უკვე მოსამართლეს გადაწყვეტილებას. ერთი ესეთი კითხვა, ბევრი ჩამოსული მექსიკიდან ჩამოსულმა უკვე გახსნა ბიზნესი აქ. წარმატებულ 3-4 ობიექტიც აქვს. ეგეც ვიცი და მათ ერთი იყო მოსული, მაინც საქართველოში უნდა წასული, რაღაც ეგეთ საუბარი შედგა რა. მე რომ კითხა, მეთქი, მე შენ ადგილას წავიდოდი უკან საქართველოში. მოსამართლეს შეუთანხმდებოდი მეთქი, რომ აი მე წავალ ნებაყოფლობით. და ოღონდ არ ჩამეთვალოს არაფერი დარღვევა. მე იქ მოვითხოვდი ინვესტორის ვიზას და ისე შემოვიდოდი. შეიძლება ეგეთი რაღაც. შეიძლება და საკმაოდ ჭკვიანური გეგმა თუ ამას ბუნებრივად აკმაყოფილებს უბრალოდ ნებისმიერი ასეთი შუამდგომლობა სასამართლოსთვის არის თხოვნა და ამას ანუ ეს გარანტირებული არ არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ ამ თხოვნას ან დაგვიკმაყოფილებენ ან არ დაგვიკმაყოფილებენ ამიტომ ესეც გასათვალისწინებელია რომ თუ რაღაცას მოვითხოვ გარანტირებული არ არის რომ მე მოსამართლე ამას დამეკმაყოფილებს მოსამართლეს რო უთხრა რომ მე აღარ დავობ არ მინდა დარჩენა წავალ
კი კვეთე საზღვარი და ადმინისტრაციული სამართალდაღობა ჩავიდინე, მაპატიეთ თუ შეიძლება დავტოვებ ამ ქვეყანას და შემოვალ როგორც ბიზნესმენი, როგორც იმიტომ რომ უკვე მაქვს აქ ბიზნესი დაოსაქმე ხალხი და ასე შემდეგ. იდეაში შესაძლებელია რეალურად დეპორტის შემთხვევაში ვეივერის დაწერა და ამის ასე ვთქვათ ამაზე შეწყალების მოთხოვნაც. ამიტომ ესეც არის გამოსავალი უკიდურეს შემთხვევაში, თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რამდენად დაგვიკმაყოფილებენ ყველაფერი ამაზე. შუამდგომლობის წარდგენა, რამდენი შუამდგომლობას და ვეივერის გვინდა იმდენი შეგვიძლია წარმოადგინოთ. თუმცა მეორეა უკვე მოსამართლეს კეთილგანწყობა, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ნაისები ვიყოთ ეს სასიამოვნო და ისეთ მისაღებები უკაცრავად ამ ინგლისური ტერმინებისთვის. უბრალოდ საქმე იმაშია, რომ ქართველები ვართ აგრესიულები და ანუ ისე ოფიცრებს ეჭხუბებიან ხოლმე მოსამართლეს შენ მის უბედაო მოსამართლეს ეუბნებიან და ბუნებრივ ანუ ისე რეალურად რასაც გვეტყვის ან თან კარგი ხა წინა თვეში დეკემბრის თვეში გამოირჩევიან მაინც ქართველები გამოირჩევიან კი გამოირჩევიან აგრესიით რაღაც აგრესია უგროვდებათ ხოლმე და ის როგორ მკადრა ის როგორ გააკეთა შეპასუხება და რეალურად სასამართლო პროცესების დროსაც აი ელემენტარული ფეხზე ადგომა როცა მოსამართლეს შემოდის არის ერთ-ერთი კარგი ჟესტი ხო ეს არის რეალურად და განეწყოს შენ წინააღმდეგ ძალიან ცუდად კეთილგანწყობა არის თუნდაც 30% მთელს ამ ასე ვთქვათ საქმეში რომ რამდენად შეერა რამდენად ნუ დამაჯერებლობა ბევრად მეტია მაგრამ აი კეთილგანწყობა რომ კარგი მორალური ხასიათი მაქვს ყველაფერი წესრიგში მაქვს არის უმნიშვნელოვანესი რა თქმა უნდა მოსამართლე გაითვალისწინებს იმას რომ შემოვედი ქვეყანაში სამართალ რაღაც ადმინისტრაციული სამართალდაღობა ჩავიდინე მაგრამ აღმოჩნდა ნიჭი გავხსენი ბიზნესი რა უკვე დაოსაქმე ხალხი და ეს ხო კარგი რა თქმა უნდა კარგია თუ ტაქსებს ვიხდით თუ ტაქსებს ვიხდით იმ ყველაფერში თუ ამას ბოროტად ვიყენებთ ბუნებრივია არა მაგრამ კარგი და გასათვალისწინებელი შემთხვევა ეს ხო ალბათ თუ ერთადერთი დანაშაული ცხოვრებაში ეს სასურის კვეთა გაქვს რაღაცნაირად უნდა შეცდონ ამერიკელებმა თქვათ კი, უბრალოდ საქმე მე შესაძლოა კვეთასთან ერთად რატო კვეთეთ ეს უნდა ვადასტუროთ. ანუ რა საჭიროება მქონდა მე ეს ეხა ფინანსური მოგება მინდა და ამ ქვეყანაში და ამიტომ შემოვიდა არ არის საკმარისი იმისთვის რომ მე ჩემი საზღვრების ურყეობის პრინციპი შემელახოს ამიტომ კიდე ერთი ხო აი ხა დეთენშენს მიუბრუნდები ერთ რაღაცაზე აი ვთქვათ ერთი кейსი რაც ვიცი არის შემოვიდა ოჯახი ყავდათ პატარა შვილი 2 წლის ერთი და მეორე უფროსი იყო 18 წლის გოგო, რომელიც ეს გოგო დაიტოვეს. და სადღაც 6 თვე კი არა და შეიძლება ცოტა მეტიც არის გასული. და აი რა შეიძლება იყოს ამის უკან, იმიტომ რომ open minded-ზე თუ ლაპარაკობთ, ძალიან open minded გოგოზე არის საუბარი და ენაც იდეალურად იცის და პირიქით ძალიან ეხმარება იქ ხალხს არ ვიცი რამდენად სწორი. სხვა შორის ხშირად რაც მსმენია ხოლმე, ხალხი რომელიც ეხმარება თარგმნაში და ენაისიან, იმას ანუ ეს არის რაც არ დაუცნაურად ჟღერდეს ეს გამიგია როგორც გითხარით. კი, ანუ რეალურად ეს არის მათი დახმარე, თუმცა საათში 60 დოლარი. მაგრამ საქმე იმაშია რომ ამის ახლა ნუ სამართლებრივი ახსნა მე არ მომეძებნება, იმიტომ რომ აბსოლუტურად დამოკიდებულია ასე ვთქვათ кейსზე, თუმცა საქმე იმაშია რომ ცოტა უცნაური, იმიტომ რომ 21 წლამდე პირები რეალურად ოჯახთან ერთად ერთიანდებიან, ანუ მშობლების საქმეზე არიან მომოლები, ამიტომ ცოტა ასაკთან არ ვარ დარწმუნებული რომ 21 წლამდე პირია, ნამდვილად 21 წლამდე პირია. 18-ის თუ არის და ამდენი ხანი დააკავეს, რაღაც ვერ არის რიგზე ბავშვთა წინააღმდეგ, ანუ ესე ვთქვათ, სხვა ტიპის საქმით შეიძლება იმართოს მისი საქმე, უბრალოდ ჩვენი ადვოკატო ამ კუთხით არ მუშაობს და თუ რა ვიცი დასჭირდება დამეკავშირდეთ. მე მგონი ვიღაც რომელებიც არ ვიცი, ეგეც კიდე პრობლემა არის ამ ქვეყანაში. კეთილსინდისერის დამხმარე იურისტის უნდა რომ ბავშვთა წინააღმდეგ არის სპეციალური ბავშვთა დასაცავად უფრო სწორად 21 წლამდე პირებს შეუძლიათ სხვა კუთხით აწარმოონ საქმეები და მან და მაინც ეს საიდუმლო არ ამტკიცოთ დევნა. 21-მდე თუ 18-მდე? 21-მდე. ამერიკაში სრულწლოვნება არის 21 წლამდე. ამიტომ 21 წლამდე პირისათვის ყოველთვის ერთიანდებიან საქმეზე და მაგიტო ცოტა გამიკვირდა კიდეც. იმიტომ რომ როგორც წესი motion to consolidate კეთდება, ეს არის შუამდგომლობა საქმის დაერთიანების შესახებ. ძალიან არალოგიკურია მე ხა მაგ кейსს რასაც უყურებ, ძალიან არალოგიკურია რასაც ვხედავ, იმიტომ რომ იქიდან გამოუშვეს სხვა ოჯახები ბავშვებით და ვერ ხვდები რატო შეიძლება ეს კონკრეტულად აი თუ დეტალები არ უნახა ეს რთული ამის სწორად განსაზღვრა მაგრამ მგონია რომ რაღაცა
ან თუ 18-ის არის რაღაცა ვერ არის რიგზე ან სწორად არ იმართება საქმე, ან კონსოლიდირება არ გაკეთებულა და ალტერნატივა არის ასევე ბავშვთა დასაცავად შექმნილი სპეციალური პროგრამის გამოყენება, ამიტომ ერთი თქვენ ხარ გინდათ რამის ამატებ. კიდე პანიკები ხორცელდება სხვადასხვა ასე ვთქვათ შენაკად თემებზეც რა და ერთ-ერთი ესეთი არის მიმოქმედებს თუ არა ეს ვიზების გაცემაზე, ანუ ვინც ეხა შედის ვიზის მისაღებად ტურისტულის თუნდაც ან საემიგრაციო. ზოგადად ამ კუთხით საუბარი ესეთი ტრამპს არ ჰქონია, რაც კიდევ ერთხელ ამ პროექტი 25 არის გაწერილი თავიდან ბოლომდე. საერთოდ ვიზებზე საუბარი არ ჰქონია და თუ პრაქტიკას გავითვალისწინებთ, რაც მას პირველი ბადით ჰქონდა, პირიქით, ანუ ვიზებით საკმაოდ ბევრი ტურისტი შემოდიოდა და საკმაოდ ბევრი ვიზა გაიცემოდა. მე მაგალითად პირველად როცა ჩამოვედი, ტრამპის პირველი მმართველობის დროს ჩამოვედი, საერთოდ ჩვეულებრივად უპრობლემო და უამრავი ჩემი მეგობარიც, ამიტომ რეალურად არა. მგონია რომ არ იქნება, თუმცა ამის ესე ვთქვათ, გადაწყვეტით და გადაჭრით თქმა არ შემიძლია, იმიტომ რომ მას არაფერი არ უთქვამს ამაზე და თუ არაფერი არ უთქვამს, ეჭვი მაქვს რომ არც იქნება ბუნებრივია. კი. გასაგებია და მწვანე ბარათებზეც იგივე ხო? არა, მწვანე ბარათებზე ზოგადად პირველ ვადაში, როდესაც იყო, მას ჰქონდა მცდელობა და ინიცირება რომ გაეუქმებინა ეს ყველაფერი და ამის მიზეზი იყო ის რომ ზოგადად უკონტროლოდ შემოდიოდა ისეთი პირები, რომლებიც ამერიკისთვის დიდად მისაღები არ იყვნენ, მაგალითად შეეძლოთ პირებს რომლებსაც განათლება არ ჰქონდათ მიღებული საშუალო სკოლაც კი შემოსულიყვნენ ამ ქვეყანაში. ბუნებრივია ესეთი პირები ამერიკას ვერ განავითარებენ, ზუსტად ამიტომ შეცვალა მან პოლიტიკა და შემოიყვანა ისეთი პირები, თქო, ვისაც 12 კლასი აქვს მინიმუმ საშუალო განათლება აქვს მიღებული და ამ კუთხით არ უსაუბრა უშუალოდ გაუქმებაზე, თუმცა გამკაცრება შეიძლება რომ უმაღლესი ავიდეს და ბევრად უფრო მაღალი სტანდარტები. ლატარიის გაუქმებაზე მე მომისმენია ტრამპისგან ისაუბრა, რომ აი ჩვენგან გვერდზე ჩრდილოეთში იმას კანადას აქვს სისტემაო, რომელიც განათლების, ქულების, სპეციალობის მიხედვით ითვლის და ვისაც აქვს უფრო მაღალი განათლება, უფრო ახალგაზრდა, უფრო შრომის უნარიანი და ამტკიცებს თავის ბიოგრაფიით უფრო გამოადგება ამერიკას ან ქვეყანას. იმას უშვებენო და მართლა ეგრეა სისტემა უფრო აწყობილია იქ და მუშაობს და ჩვენ კიდე ლატარია გვაქვს. ან ლატარიაში მოიგებს სტანდარტები აიწევა დიდი ალბათობით თუ რამე გამკაცრდება. მე მგონია რომ ლატარია არის მათი ასე ვთქვათ ფეილი. მე მგონია რომ ცოტა, არ ვიცი, შეიძლება ვწდები, მაგრამ ცოტა არ იყოს ამერიკას აწყობს ეგრეთ წოდებული იაფი მუშახელი. იმიტომ რომ რამდენად იაფია? ანუ პირი რომელიც მოქალაქე ხდება და ინაიცის მოქალაქე ხდება 5 წელში და იმ 5 წელში სხვა ნაკადი ვერ გახდება. თუნდაც ანუ გრინ კარტა. ნუ 10 წელი 15 წელი. ზოგადად გრინ კარტის მფლობელი, არა 5 წელიწადში შეუძლია გახდეს გრინ კარტის მოგებულს თუ მოგეკეთე. სანამ ეს ადამიანი აქ შემოსული საბუთებს მოიწეს რიგებს რაღაცა 2-3 წელი ხო მაინც გადის. აი მწვანე ბარათი შემოსული იაფი არ ითვლება. გრინ კარტამდე. არა, მწვანე ბარათი. ჩვენ ხო გრინ კარტის მოგებულებზე ვსაუბრობთ ახლა. კი, მაგრამ ნახე, თქვათ ჩემოვედი გრინ კარტით. და არ მაქვს რაღაცა განსაკუთრებული განათლება, ხო? მე რისთვის ჩამოვდივარ იმისთვის, რომ ვიმუშაო სერვისის სფეროში. სადაც ჩემ ქვეყანაში იყო 5-ჯერ ნაკლები ხელფასი, ვთქვათ. შესაბამისად იაფი მუშახელი ვარ მე ამერიკისთვის და შედარებით საშუალო ბიზნესი მაგაზე დგას როგორც მე წარმომიდგენია ამერიკაში, იმიტომ რომ საშუალო და მცირე ბიზნესი საათში 25 და 30 დოლარს ვერ გადაუხდის ვიღაცას. ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნება. ამიტომ სანამ ის ავა იქამდე რომ მას გადაუხადოს ისწავლოს კარგად და ასე შემდეგ. ფისებები შეიძინოს, ან სწორად ეძებოს სამსახური, თუნდაც ეგეც სკილია, ხო? სად ეძებოს მაღალანაზღაურებადი. ზოგადად მაგისტვის უკაცრავად რო გაწყოცებთ, მაგისტვის ყავთ მექსიკიდან შემოსული ხალხი. რაც არ უნდა უხეშად ჟღერდეს, იმიტომ რომ მათ არალეგალებზე იდგა აქამდე და მექსიკელები რო შრომას წევენ, ისე არც ერთი ზოგადად არც ერთი სხვა არც არაგორაფერებს რომ მათ ვერ გათვალეს რომ ეს სჭირდებოდა თუ ის სჭირდებოდა. რაც უფრო
მეტი განათლებული, ეგრეთ წოდებული მაღალკვალიფიციური ადამიანი შემოვა, მით უფრო გაუძვირდება თანამშრომელი ბიზნესს. თუმცა მეტი ბიზნესიც იქნება. ვისთვის აკეთებენ ამ კანონს? ერთ ამბავს მოყვები ამასთან დაკავშირებით რა 2001 წელს იყო ბუშის მმართველობა და ვიყავი ვიზიტით ამერიკაში რა. რამდენიმე იმის ორგანიზაციის მოვლის მერე მქონდა ერთდღიანი სპეციალური საგანმანათლებლო სემინარი სახელმწიფო დეპარტამენტში. და თემა იყო ემიგრაციის დაგეგმვა. იქ ფაქტია ჩაგვახედეს ყველაფერში როგორი გეგმება ეს ემიგრაცია მილიონობით ხალხის. და ფაქტია შემთხვევითობა გამორიცხული იყო მაშინაც რა. ანუ ის რომ კარები შეიღო მექსიკიდან 2021 წელს კოვიდის მერე მე ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული იყო ეს დაგეგმილი იყო იმისთვის რომ ის რამდენიმე 10-15 მილიონი კაცი მიეღოთ იაფი მუშახელი იმიტომ რომ მაშინ ზუსტად 2.5%-მდე ჩამოვიდა უმუშევრობა. ყველა 50 წლის განმავლობაში მინიმალურ დონეზე იყო. აი მაშინ შეიღო. ამ შეღებაში შემოვიდა უამრავი ხალხი შეიძლება. ეკონომიკური კუთხით რო გითხრათ, ეხა ექსპერტი არ მეთქი მოგატყუათ, თქვენ უფრო მეტად დაგითმობთ ამ არენაც, მაგრამ არის ლოგიკა ამაში, რა თქმა უნდა, შეუძლებელია რომ ახლა სახელმწიფო ინსტიტუტი ესე უბრალოდ უშვებდეს ან მილიონობით ადამიანს ეს ხარ არის ერთი და მე მაშინ გაგვაცნეს გეგმა, როგორი გეგმებოდა 96 წელს. დათქამ ბუმი იყო მაშინ ეგონათ რომ 5 წელიწადში ყველაფერი ვებსაიტებზე იქნებოდა და ყველაფერი მან მოუნდა ამას 20 წელი მაგრამ მაშინ ჩავარდა ეს ის როგორ დაიგეგმა მილიონი კაცის შემოყვანა როგორ არჩევდნენ ქვეყანას და არჩევანი გააკეთეს ინდოეთზე. ინდოეთში გააკეთეს რაღაც პროგრამები ვინც ჩამოვიდა ამერიკაში პროგრამისტის დამხმარე რაღაცა მზარეულებიც კი რო აქ ინდური რესტორნები გამრავლებული იყო რომ ის ხალხი უცხო გარემოში არ მომხდარიყო და მთელი ამისი მომსახურე ისა და როგორ ჩამოიყო ეს 1 მილიონი კაცი ინდოეთიდან. მე ამ ყველაფერმა არ გაამართლა იმიტომ რომ და როგორ წავიდა ნახევარი უკან მაგრამ შედეგად მივიღეთ ის რომ დღეს ყველა დიდი ტექ კომპანიის CEO არის ინდოელი. ეგეც მართლა პოზიტიური რასიზმი არ ქვია ცოტა მაგას. არა თუ რა ქვია? რატო არჩევდნენ და ინდოეთი რატო შეარჩიეს? მე დღეს ჩვენ გვყავს თანამშრომლები ინდოელები, ჩინელები, სხვადასხვა იმისი და მე ვამართლებ მაგას, იმიტომ რომ პოზიტიური დისკრიმინაცია. არ არის დისკრიმინაცია, ხალხი თვისებას ხედავ. ჩეთი აფასებენ რაღაც უფროს აფასებენ იმისთვის თვისებები, თავდაბლობა. სამედიცინო სფეროში საკმაოდ ბევრი ინდოელი რა. მე მუშაობდი ერთგან, სადაც ერთ-ერთ მენეჯერს ანუ ისტერეულად მოყავდა აზიური გარეგნობის ადამიანი, ვიღაცებს ყრიდა და მოყავდა იტალიელი იყო ეს ტიპი, ანუ ძანუცნაური იყო, იმიტომ მე ვგრძნობი აზიელებს სხვათა შორის და ერთ-ერთი ხუმრობაც არის, რომ რასიზმში არ ჩამომართვათ, მაგრამ ქუჩაში თუ მივდივარ და ფოტოს გადაღება მინდა, აუცილებლად წვრილთვალებიან ადამიანს კითხავ რა. ანუ არსებობს ესეთი ხუმრობა. არ ამგონია ეს დისკრიმინაცია იყოს, მაგრამ რაღაცებს გვიმუშავებს ზოგჯერ. ხო და კორპორატიულ სამყაროში ძალიან ანუ ჩვენ ხა გადავით იქიდან რომ ყველა თითქმის ყველა იმიგრაცია დიდი ტალღარი დაგეგმილი აქ მე დარწმუნებული ვარ რომ ბაიდენს ჰქონდა განხილვა 2021 წლის დასაწყისში და გადაწყდა რომ მოდი გავაღოთ კარები და შემოუშვათ 10 მილიონი კაცი. მოდით ახლა ვისაუბროთ ერთ თემაზე ძალიან გავრცელებულ და საჭიროებო თემაზე ბევრი პოსტავს რომ აი მაქვს დაჭერილი ვიყავ შოპლიფტინგ მაღაზიაში ქურდობაზე და ამიტომ მემუქრება თუ არა ეხლა დეპორტაცია ან საფრთხე ან რამე. კი. საერთოდ რეალურად ესეც არის ერთ-ერთი ანუ ამდენი ხანი სწორედ ამაზე ვისაუბროთ good moral character, რომელსაც უბრალოდ ვერ დავადასტურებთ, რომ კარგი მორალური, ესე ვთქვათ, ღირებულებების პირი ვართ, შესაბამისად, მაქსიმალურად ვერიდოთ ამ ყველაფერს და თუ უკვე მოხდა სამწუხაროდ, ესე ვთქვათ, მოდი თქვათ მაშინ როგორ მოერიდონ ეს ხალხი და რა გააკეთოს ესეთი რომ აირიდეს. მე დაძე ქურდობა. არა, თუ თქვათ უკვე გვაქვს ეხლა
სიტუაციებია რაღაცა შეიძლება ადამიანის შემთხვევით მოხდა, შეიძლება მასობრივად ეგრე შემთხვევით არ ხდება, რა თქმა უნდა. საქართველოში თუ ჩვენ პატარა დარღვევას არავინ არ გაგვამტყუნებს ამაში რაღაც ის აქაც არ გვამტყუნებს, როცა მოქალაქე ვართ, მაგრამ როცა მოქალაქე არ ვართ, არ უნდა ესეთი პირების მიღება ქვეყანას და არც ვერ მენდომებოდა ჩემს ქვეყანაში, საქართველოში ვიყოთ. აქ ეხლა მეზობელმა რო გაიგოს, რომ ვიღაცა შოპლიფტერია ისე ამ რეზით დაუწყებენ ყურებას და საქართველოში შეიძლება გაიგო ჯიბგირია და ხელი ის არის და პატივისცემა გაზრდილიყო ეგეთი რაღაცა. რეალურად ბევრი არის საუბრო ამაზე. ერთადერთი როგორც შეიძლება ავერძოთ, ეხლა თუ ქუჩაში გაგვეჩერეს და მე გადამოწევა მოხდა სამწუხაროდ ვერანაირად ვერ ავერინდებთ ამას თავიდან, მაგრამ ბევრი არის საუბრო ამაზე და რას გულისხმობ ამაში. სპეციალური სხელი ხაზი შეიქმნა, სადაც პირებს შეუძლიათ ერთმანეთის დასმენა. ანუ თუ კი ჩათვლიან, რომ პირი არის თქვა კრიმინალი და არასასურველი, შეუძლია არ იყოს პირმა და თქვას რომ ეს პირია ცხოვრობს აქ და აქ, არის ესე და ესე და შეგიძლიათ წაიყვანოთ, რადგან აქვს კრიმინალი და ჩვეულებრივად ვალდებულები არიან აი ეს ოფიცრები, რომ მოვიდნენ და წაიყვანოთ. ვალდებულები კი, მაგრამ რამე ბენეფიტი აქვს ამაში? თვითონ რას მიიღებენ? ბენეფიტი ამბობენ, რომ რაღაცა თქვა, რაღაცა ანაზღაურება, მაგრამ ამ ეს დაზუსტებული ინფორმაცია თუ არა, არ ვიცი, არ ვიცი რომ დაზუსტებული თუ არა, ვერ ვიტყვი, თუმცა ხო, როგორც მინიმუმ არ უნდა თავის ქვეყანაში და მერწმუნეთ ტრამპის არჩევის მთავარი მიზანი იყო ის, რომ ზუსტად გაცხრილვა მომხდარიყო ამდენი იმიგრანტის ძალიან გაბრაზებული ამერიკელი, უამრავი ამერიკელი მეგობარი მყავს, რომელიც ძალიან არის გაბრაზებული არსებულ სიტუაციაზე, რომ ანუ არ ვიცი გინახავთ თუ არა, თქვა მაღაზიები 2015-დან 19 წლამდე ყველაფერი იყო ღია და ანუ არაფერს ლოკერები და ზედმეტი ჩამკეტები არ ედო. სადაც არ უნდა შევიდე ხან სეფორაში დავდივარ, ხო? ყველაფერი არის ჩალუქული და ანუ ზუსტად იმიტომ რომ თქვა ერთ-ერთმა ჩემმა კლიენტმა მაჩუკა მოპარული სუნამო. ანუ აი რაზე უნდა ვისაუბროთ, როგორ მივხვდი რომ მოპარული იყო, ახლა რაც საინტერესოა, try me ეწერა. ანუ ტესტერი მაჩუკა. აბიტო საერთოდ რაზე ვსაუბრობთ, ხო? და ანუ ხა მან ინგლისური არ იცოდა, მაგრამ მე ხო მივხვდი და ანუ ახლა საქმე რომ მე მივხვდი ალბათ ძალიან გაუბრაზდებოდი იმ მომენტში და თან ძალიან ისე ვარ ხოლმე ძალიან კაცრად და ისე ვამბობ ამ ყველაფერს, რომ ეს არ გააკეთოთ ხალხმა, იმიტომ რომ როგორც მინიმუმ სირცხვილია და სახელი გვიწყდება, იმიტომ რომ აქამდე ქართველის გაგონებაზე ყველა ძალიან ამაყობდა და ყველა ამბობდა, რომ ძალიან მაგარი ხართ, თქვა თქვენები ხართ, განათლებულები ხართ და წამყვან პოზიციებზე ვიყავით ხოლმე. საკმაოდ კარგ პოზიციებზე, მაგრამ და ღირსეულები. და ახლა, ანუ ლექტორი მეუბნებოდა, რომ რა დაგემართათო, ანუ არ მეგონაო ამდენი ქართული თუ იპარავდაო და ანუ რა უნდა მექნა უბრალოდ თავი ჩავხარე და ვერაფერი ვერ უთხარი. რა უნდა მესქო. ეგეთი სადმე არის სტატისტიკა, სადაც შეიძლება ვიზნახო რა სტატისტიკა ხალხი ხედავს და თან ანუ რაც არ უნდა დიდი იყოს ნიუ-იორკი, მაინც პატარა და პატარა სამყარო და ხედავს ამ ყველაფერს, რომ ეროვნება იქ ქართველი, თქვა ქართველი არ შეუშვათ სახში, იქ ვიღაცას ქართულმა ქართულს მოპარა დალაგებაზე იყო და მთელი ოქროლობა მოპარა და თქვა მანჰეტენზე იყო მოხდა ესეთი რაღაცას და სამწუხაროდ ალბათ კვირის განმავლობაში 10-მდე შემთხვევას ვიგებ, რომ აი რაღაცა თან ანუ მე მირეკავენ, აი რამე ხო არ მემუქრება ქეთი და მიშველი და ანუ მე რა უნდა ვუშველო არ ვიცი, რა ვიცი. ფრთხილად იყავით, რავი, არ დააშავოთ არაფერი. არ დააშავოთ, ხო, ეს არის მენტალიტეტი, რომელიც უნდა დავტოვოთ საქართველოში რა. ბევრი რაღაცა მე ჩემ თავს ვაკვირდებოდა, ბევრი რამე შეიცვალა, ჩემ კრიმინალური მენტალიტეტი არც იქონია მართლა მითხეთ, მაგრამ იყო ეგეთი შემთხვევა, რომ პატარა ბავშვით ახალ ჩამოსული ვარ. მოყვა ეს ისტორია. იმაში თოლები რო არის, მაშინ იყო შლაგბაუმზე ეს თოლები და ქალი იჯდა. გავაჩერე მანქანა და წინ მიზის ქეთი ჩემი პატარა ქალიშვილი 1 წლის იმაში საქვეთ სპეციალურ იმაში მაგრამ წინ მაქეს 2 წელი კარსიტი სპეციალურ 1 წლის ბავშვის კარსიტი და ის მეუბნება რომ ვერ დაიძრებია აქედან რატომ მეთქი და ანუ ის ბავშვი გადაიყვანე უკან მეთქარი რა ხა ფიქრო რა ამის საქმეა ვინი არ გავაღებ ამ შლაგბაუმსა და მეთქარი არ გადავიყვანე მაშინ პოლიციასთან გაარკვიე საქმე და დავდივცებ გადავიყვანე და დავტოვე იქაურობა გინებით მაგრამ ეხლა რომ დავინახო ვიღაცა ეხლა შეიძლება მეუთხრა რომ ვერ დაიძრები აქედან სანამ უკან არ ეს მიგრაცია ზოგადად ძალიან გწვლის და მით უმეტეს ამერიკა იმდენად განსხვავდება ყველაფრით. ჩვენ მაინც ევროპელები ვართ.
ყველა ქართველი ვართ, მაინც მგონია ევროპელები და ბევრად ახლოს ევროპასთან. ევროპის ბრონქსი. ევროპის ბრონქსი. მე მგონია რომ ცენტრი ვართ საერთოდ. მან უკვე 1 საათს გადავწდით, მაგრამ კარგად მივდივართ. და ეხა გადავინაცვლოთ ეხა იმაზეც რომ მინდა აღვნიშნო რომ უკვე ალბათ მიხვდებოდით ვის უნდა მიმართოთ. როდესაც იურიდიული პრობლემები გაქვთ, იმიტომ რომ მისი კომპეტენცია პირდაპირ ასხივებს და გვანათებს და ეს ახლა მაშინ თქვათ კომპანიის სახელი და ასევე ვის უნდა მიმართოთ გეცოდინებათ უკვე როდესაც ფინანსური საკითხები გაღელვებთ და გაინტერესებთ და გაქვთ რაღაცა გადასაჭრელი გახლავთ მახაზრამიშვილი ხო და გითხარით რას ამბობთ ხო აი ვახსენეთ მაშინ გენდელბერგლო კი ბატონო კეთევან არდოტელი გახლავართ გენდელბერგის იურიდიული ოფისიდან და ყველანაირი ანუ რაც ეხება უშუალოდ იურიდიულ მომსახურებას საიმიგრაციო სფეროში თავაზობთ სრულ მომსახურებას ჩვენ ვიცით რომ ეს არის ერთ-ერთი უდიდესი მოთამაშე რაც ეხება ქართველების დიდი კომაგი ფირმა და უმრავლესობა ქართველი თანამშრომლები არიან, უმრავლესობა კლიენტების ქართველები არიან და ძალიან წარმატებით იცავენ ქართველების უფლებებს, ასე რომ მიმართოთ უღრმესი მადლობა ორივე თქვენგან სამისთვის, რომ ემსახურებით იმას, რომ ქართველების ცხოვრება ამ რთულ გზაზე ცოტათი მაინც შეუმსუბუქოთ და დაეხმაროთ ეს ამაზე დიდი საქმე მე ურთულად წარმოვიდგინე მე ხელოვანი ადამიანი ვარ ეგ ძალიან ნარცისული პროფესია მაქვს საერთოდ ზოგჯერ საერთოდ არაფერი შეიძლება არ გადარდებოდეს ნუ რაღაცა მესიჯი გადასცე სამყაროს იმასთან შედარებით რაც თქვენ აკეთებთ ხშირად ეს ცოტა ბუნდოვანია ხოლმე და ასე რომ ოჩახდა მადლობა და არ ვიცი აი იმას ის თემაც დავფარეთ ხო რომ ტაქსების ჩაბარება და ასე შემდეგ ძალიან განსახადების დრო მოვიდა კი ბატონო რომ დაგვეხმარება ამ პროცესში თუ ჩვენი საქმე გადაეცა აღმოჩნდით ლუიზიანაში და დაიწყო ჩვენი გადეპორტების ნახე დაგვეხმარება არის ძალიან ხმამაღალი ნათქვამი ზოგადად მაგრამ ეს არ არის მთავარი განსაზღვრება ანუ ერთ-ერთი ჩეკი ანუ ადვოკატირების დროს ადვოკატს ექნება საშუალება რომ ისაუბროს კარგად მამაზეც იერიც ვერ დაგეხმარებათ მაგრამ თუ არ ხართ კრიმინალური background check-ის დროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ანუ იგივე როცა marriage case-ები ფაილდება ანუ ქორწინების საქმეები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი არის სწორედ ეს ტაქსები ამიტომ რა თქმა უნდა მივხვდეთ ასე რომ მოიწესრიგეთ ფინანსური და იურიდიული ცხოვრება ჩვენთან ერთად რამის დამატება ხომ არ ხო, არა დამატება რა უნდა გვიყურეთ ამ პოდკასტში, რომელიც ვეცდებით, რომ იყოს რაღაც სისტემატიური, კვირაში ერთხელ მაინც გამოვიდეს და ვისაუბროთ იმ თემაზე, რაც აღელვებთ ემიგრანტებს საქართველოდან, არა მარტო ემიგრანტებს, ალბათ ყველგან ქართველებს. მოკლედ, თქვენ უყურებდით ან უსმენდით ამერიკულ პოდკასტს მადლობა ამისთვის ამ პოდკასტის წამყვანები მუდმივები და ხანდახან ცვალებადები ვიქნებით ხოლმე მე და მალხაზრამიშვილი ფინანსური ექსპერტი ჩვენი დღევანდელი სტუმარი იყო ანა ტეილორ ჯოი არა და კეთევან თუმცა თუ დაგუგლავთ ანია ტეილორ ჯოის რთული სახელი გენიალური მსახიობია Queen's Gambit-ში თამაშობს ნანა გაფრინდაშვილს ხო აი ეგ მსახიობი მე გვყავდა წესით ხოდა ხშირად მომსგავსება მე ერთხელ თუ ოდეს ჩემი სფეროდან გამომდინარე მომიწია მაგ ადამიანთან შეხვედრა უნდა უთხრა როგორ გავხარ კეთია არ სურათები გადაუგზავნოს ანუ ძალიან ბევრმა ჩემმა მეგობარმა ერთხელ და ჩემი სურათები გადაუგზავნა და რაღაცა დაგულებული აქვს მასაც ალბათ იცის ჩემი არწამობის შესახებ მოკლედ მადლობა კეთი არდოტელს იურის რომელიც იყო ჩვენთან დღეს და გაგვარკვია ბევრ იმ საკითხში რაც გვაინტერესებდა თქვენ გამოიწერეთ ჩვენი გვერდი და ეს პოდკასტი ეს ეპიზოდი აუცილებლად გაუზიარეთ იმ ადამიანებს რომლებიც ამერიკაში იმყოფებიან და რომლებსაც აქვთ კითხვები შეეხებათ თუ არა ეს ასე ვთქვათ აურზაური
საემიგრაციო მათაც. იმიტომ რომ ეს გადაცემა დაგეხმარებათ მეტნაკლებად სიმშვიდის მოპოვებაში კი დარწმუნებული ვარ ამაში, ასე რომ მადლობა და გემშვიდობებით მომავალ ეპიზოდამდე სავარაუდოდ ერთი კვირით. მადლობა. ნახვამდის. ნახვამდის.